მე ვარ ელენე აბაშიძე 10 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ფეხბურთი. უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 6 წელია ვცეკვავ ასაბ ლაზარეში. მახსოვს პირველ დღე ლაზარეში რომ მივედი. ცოტათი ნერვიულობდი და ცოტათი მცხვენოდა. ბავშვები უცებ გავიცანი და მალე დავმეგობრდი. ცეკვაში ყველაზე რთულია ცერების სიარული. ყველაზე ადვილია ნასწავლი ელეთების გამეორება. მე უკვე 4-ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მე-4 კონცერტი. იმიტომ რომ ყველაფერი ლამაზფერებში იყო და კარგად ვიცეკვე. 4-ვე კონცერტზე ავიღეთ პირველი ადგილი. ჩემი საყვარელი ცეკვა აფხაზური. საყვარელი ეთია ესა. ასაფში ჩემი მასწავლებლებია უჩა ჯანგველაძე და თამილა ტარიელაძე. უფრო მხიარულია თამილა მასწავლებელი. ორივე კარგი მასწავლებლებია და ყველას გვიყვარს. ჩემი გეგმა რომ ვიცეკვო სანამ არ დავბერდები. მე ასევე მიყვარს ფეხბურთის თამაში. სულ მეგობრებთან ერთად თამაშობ სტადიონზე. თამაშობ შეტევაში და გამაქვს ბევრი გოლი. უკვე გატანილი მაქვს 17 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა განსაკუთრებით ლამაზი. მომცეს პასი მეკარე იდგა, მე დაურტყი პასი და შევაგდე გოლი მარცხენა მხარეს. მეკარე იყო გამოუცდელი და ეს გამოუცდელობა გამოვიყენე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბოდო ზივზივაძე. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 8 ნომრით. სახლში არ მაქვს ფეხბურთის სპორტი, მაგრამ მაქვს ფრენბურთის სპორტი, რადგან ფრენბურთი ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. იმიტომ რომ ამთავრებ ბაღს და შევდივარ სკოლაში. ბაღი იმიჯობდა სკოლას, რომ ძალიან ბევრს თამაშობდით. კიდევაც გვასვენებდნენ. ერთხელ მაქვს ბაღიდან მახსოვს, რომ ჭექაში ჩაუყვირე, ანუ ასე მქონდა მიდებული და ჩემს უძახოდი ნოდოსო და უცბად რომ უკვე მოვიდა წასვლის დრო სახლში, ჩემ ძმა მოვიდა, კარებთან დააკაკუნა და წასვლის დრო იყო, ელენე დანუცა მიყავს და მითხრა, რატო ვიძახოდიო, გავიგოდიო და გავიკვირდა ეს ამბავი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი ყავს და კიდევ სპორტის მასწავლებელი ძალიან მომწონს და ბევრს თამაშობ. კიდევ იმიტომ რომ ყავს ძალიან კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე ცალკეა დემეტრე გუკუტაძე. ყველაზე მხიარულია ბარბარე ბიძაძე. ყველაზე მშვიდია ანა მგელაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, კეთილი, მეგობრული, ლამაზი, პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მაია ტაკიძე. იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვეუბნებით, ყველაფერს გვისრულებს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ფეხბურთელი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ჩემი და. კიდევ დავყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 20 წლის და ქვია ნოდო. ის არის სიმპათიური, ჭკვიანი და სვეცკური. იცი რა, გამოცდებს ძალიან კარგად აბარებს, 1000-ჯერ ჩაუბარებია. ჩემი და არის 10 წლის და ქვია ნუცა. ნუცა არის ჭკვიანი, პრანჭია და ლამაზი. ჩემი აზრით ნუცა რო გაიზრდება გამოვა ექიმი. მამიკო არის მზრუნველი, ვაჟკაცური, მშრომელი და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, საყვარელი და ჭკვიანი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია რომ სახლის დალაგება მეზარება და საჭმელს ვაკეთებ. ყველაზე კარგად ვაკეთებ პიცას. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ჩადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაჩერდი ჩემხელა მოტოციკლეთს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია შავი მერსედეს კაბრიოლეტი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვა, რა სახელი ექნებოდა? მე მაგალითად ელენე რო არ მერქვას, მერქმეოდა ლილი. ბედნიერება არის ცეკვა, ფეხბურთი, ფრენბურთი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.